ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე რეაგირებას ითხოვს. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რომ გუშინ აფხაზეთის სეპარატისტულმა მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობა და გადაადგილება ეკრძალება. როდესაც სამკურნალო ჩამოდიან დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყველა თითქმის ღებულობ დეიტალურ პასპორტებს, აქედან გამომდინარე ხდება ამის შეზღუდვა და ხდება ეს იმ ფონზე, როდესაც შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა რუსეთის ფედერაციის მატულობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც იქნება ერთობლივი მმართველობის შტაბი, რომელიც განაგებული იქნება სოხუმში და ნოვოროსიისკში, რაც ითვალისწინებს თავდაცვის ძალების ერთობლივ მართვას სწრაფ რეაგირებაში და სწრაფი რეაგირების 4 ბატალიონის ჩაყვანას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად დღეს ხდება არა მარტო მუქარა საქართველოს სახელმწიფოებრივის მიმართ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის შეზღუდვა თავისუფალ გადაადგილებებზე.